დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად 22 აპრილს და მისი მიზანია გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლება. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა გარემოს დაცვითი პრობლემების, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დაბინძურება, ტყეების გაჩეხვა და ბიომრავალფეროვნების შემცირება, გასაზღვრისა და მათზე რეაგირების კუთხით. პირველად აღინიშნა 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ინიციატორი იყო სენატორი გეილორდ ნილსონი, რომელსაც სურდა, რომ საზოგადოებრივი ყურადღება მიექცია გარემოს დაცვითი საკითხებისკენ. ეს დღე ერთგვარი პასუხი იყო 1969 წლის სანტა-ბარბარას ნავთობის დაღვრამდე, რომელმაც დიდი გარემოს დაცვითი ზიანი გამოიწვია. 1970 წელს დაახლოებით 20 მილიონმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა აქციებსა და სხვადასხვა აქტივობებში, რაც ამ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობა აშშ-ის ისტორიაში. 1990 წელს დედამიწის დღე საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა. დაახლოებით 151 ქვეყანაში 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა აღნიშნეს ეს დღე, რამაც საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო გარემოს დაცვით მოძრაობის გაძლიერებას. გამარჯობა დედამიწა, გავიგე, რომ დღეს შენი საუკეთესო დღეა. მინდა მოგილოცო მთელი სიყვარულით. ვიცი, რომ ერთი რამ გწყინს, ის რომ გაბინძურებენ, არ გივლიან, ნაგავს ყრიან, მაგრამ ის არ იციან, რომ თავს თვითონ უქმნიან საფრთხეს. ნუ გეშინია დედამიწა, მე ამას აუცილებლად გამოვაწორებ და ვიბრძოლებ მთელი ძალით. გამარჯობა დედამიწა, ვიცი შენ ძალიან ბევრი პრობლემა გაქვს. ჩვენ ადამიანები ვჩეხავთ ხეებს, დაბინძურებთ გარემოს. აბა ძალიან აქტივა და ჩვენზე გაბრაზებული. ყველა ვისაც ჩვენი პლანეტა უყვარს, ცდილობს გამოასწოროს ეს პრობლემა. ისინი ასუფთავებენ ტყეებს, აშენებენ ნაკრძალებს. დადგება ის დღე, როდესაც შენ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდები. დღეს დედამიწის დღე აღინიშნება მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში. მასში მონაწილეობენ სკოლები, უნივერსიტეტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მთავრობები და კერძო სექტორი. ყოველდღიურად იზრდება ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ნარჩენების შემცირებაზე, განახლებადი ენერგიის განვითარებაზე და ეკოსისტემების დაცვაზე. ეკოლოგიური პრობლემების თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და მომავალი დამოკიდებულია გარემოს მდგომარეობაზე. როგორ შეიძლება ეკოლოგიური პრობლემების პრევენცია, ნარჩენების შემცირება და გადამუშავება, ენერგიის დაზომა, წყლის დაცვა, ტყეების დაცვა და გამწვანება, ტრანსპორტის ეკოლოგიური გამოყენება, განათლება და ცნობიერების ამაღლება.